ცხუნვარე მზე, ოქროსფერის სანაპირო ზოლი, გამჭვირვალე ხმელთაშუა ზღვა, ჰაერის ტემპერატურა 30, წყლის კი 12 გრადუსი. ეს ყველაფერი კი ერთად იმას ნიშნავს, რომ ანტალიაში ტურისტული სეზონი დაიწყო. თურქეთის სამხრეთ მხარეში მდებარე საკურორტო და საპორტო ქალაქ ანტალიაში ზაფხულის ცხელი სეზონი დაიწყო. რეგიონში ყველაზე სუფთა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების პირველ ნაკაცმას პინძლობს. საერთაშორისო ტუროპერატორი პეგას ტურისტიკი უკვე მეოთხე სეზონია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. წელს ანტალიის სეზონი გავხსენით 22 მაისს. შესრულდა პირველი ჩარტერული რეისი ანტალიის მიმართულებით თურქეთის ავიახაზების ბორტით. ანტალიის რეგიონი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართულ დამსვენებლებში. ეს არის მიმართულება, რომელიც მორგებულია ნებისმიერი სეგმენტის ბიუჯეტზე. თქვენ შეხვდებით სასტუმროებს სხვადასხვა კატეგორიებს 3 ვარსკვლავიდან დაწყებული 5 ვარსკვლავის ჩათვლით. შესაბამისად, საგზურის ფასებიც მერყეობს იწყება $250-დან მინიმალური ფასი და იზრდება სასტუმროს კატეგორიიდან გამომდინარე. თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტი ლაჟვარდისფერი ზღვის უნიკალური ბუნებისა და კლიმატის დამსახურებით ბოლო 3 წელია უცხოელი ტურისტების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ქალაქი გახდა. სანაპირო ლამაზი, მზე კაშკაშა და გართობა უმაღლეს დონეზე. მოლდოვეთიდან ჩამოვედი და აქ მშვენიერ დროს ვატარებთ. ეს კურორტი დანარჩენებისგან სანაპიროთი და სანაპიროზე მომსახურებით გამოირჩევა. ქალებიც მოწონს, საკვების და საერთოდ ყველაფერი რაც აქ ხდება. Welcome to paradise. მდიდარი ბუნებრივი ლანდშაფტი, უმაღლესად განვითარებული ინფრასტრუქტურა, ფეშენებელური სასტუმროებითა და გასართობი ცენტრებით გულგრილს არ ავისტოვებს და ყველაზე მომთხოვნ ტურისტებსაც იზიდავს. 5 ვარსკვლავით შეფასებული სასტუმროების სეზონის პირველ სტუმრებს იღებენ. საუკეთესო სერვისი, მაქსიმალური კომფორტი და მომაჯადოვებელი გარემო ერთ ულტრათანამედროვე კონცეფციაში ერთიანდება და მაღალი კლასის ნომრებით, სხვადასხვა ტიპის კაფე-ბარებით, გასართობი ობიექტებით, სავაჭრო ქუჩებითა და ლუქს ბრენდის მაღაზიებით თავს ნამდვილ ზღვაპარში გაგრძნობინებთ. ანტალია ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია პირველ რიგში, იმიტომ რომ აქ თითქმის ყველა სასტუმრო all-inclusive-ია. რიქსოს გრუპი სასტუმროების ჯაჭვია, რომელიც 27 სასტუმროს აერთიანებს. რიქსოსი მთელს მსოფლიოშია განთავსებული, თუმცა ანტალია იმით გამოირჩევა, რომ ჩვენს ქსელში ყველაფერი all-inclusive-ია. იხდის ზუსტ თანხას და ზედმეც არაფერში ხარჯავ. თუ რა თქმა უნდა, ძვირიან სასმელს არ შეუკვეთავ. ზღვიდან ცამდე, ასე ჰქვია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საბაგირო კომპლექსს, რომლის სიგრძეც 4359 მეტრია და ზღვისა და მთის უნიკალური კომბინაციაა. სულ რაღაც 10 წუთში ხმელთაშუა ზღვის სანაპირო მხედველობის არეალიდან ქრება და მრავალფეროვანი ბუნების უნიკალური სანახაობის მონაწილე ხდები. ახლა ჩვენ ზღვის დონიდან 2365 მეტრზე თახთალის მთაზე ვიმყოფებით, საიდანაც ხმელთაშუა ზღვისა და გარშემო მთების პანორამული ხედები იშლება, თუმცა ღრუბლებმა და ნისლმა სულ რამდენიმე წუთში ყველაფერი დაფარა. ანტალიაში ჩამოსული ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი სააკვარიუმო კომპლექსია, რომელიც დამსვენებელს შემეცნებას, გართობასა და შთაგონებას სხვადასხვა სივრცეების ხარჯზე სთავაზობს.
აქ მოსული პირველი, რასაც შეხვდებით, ეს ყინულის ოთახია, რომელშიც ტემპერატურა -10 გრადუსამდეა. აქვეა ველური პარკი, რომელშიც ყველაზე ფერადი და საინტერესო ჯიშის ტროპიკული რეპტილიები, გველები და სხვა ქვეწარმავლები ბინადრობენ. 40 თემატური აკვარიუმის გავლის შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ტუნელ აკვარიუმში აღმოჩნდები და თქვენს გარშემო წყალქვეშა სამყარო გაცოცხლდება. 121 მეტრიან აკვარიუმში 4 სხვადასხვა ოკეანის 500,000-ზე მეტი თევზის ჯიში ბინადრობს. თუ თქვენ მხოლოდ მზე და ზღვა არ გხიბლავთ და გსურთ თურქულ ტრადიციებს, კულტურასა და წესჩვეულებებს ეზიაროთ, ანტალიის ძველი ქალაქი უნდა მოინახულოთ. აქ ყველაზე კარგად ჩანს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, არქიტექტურა და უძველესი ხელოვნება. ანტალიის სავიზიტო ბარათად ქცეული ძველი უბნების თვალიერებისას თურქული ჩაის დასალევად საკუთარ კაფეში მასპინძელი სწორედ ასე, ცეკვად ცეკვით შეგიბადიჟენ. ანტალიის ამ ნაწილშია შესაძლებელი ხალიჩების, სხვადასხვა ტრადიციული აქსესუარებისა და სუვენირების შეძენა. თურქული დონდურმას დასაგემოვნებლად ოზანი ტურისტებს პატარა პერფორმანსს თავაზობს. ბოლო პერიოდში ქვეყანაში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. ძველი და თანამედროვე ცხოვრება ანტალიაში საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს. ტურისტი ექსპო 2016-ში სტუმრობისას ნახავს, როგორია ულტრათანამედროვე ცხოვრება თურქეთში. 112 ჰექტარზე გადაჭიმულ საგანმანათლებლო საგამოფენო სივრცეში ახლა შიდა და გარე ეროვნული ბაღების გამოფენა იმართება. აქ სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად საქართველოს დროშას ფრიალებს. ეს ინფრასტრუქტურა სამომავლოდ ქალაქის საგამოფენო სივრცედ დარჩება. ღამის პირველი საათია ელექტრონული მუსიკისა და ღამის ცხოვრების მოყვარულმა ტურისტებმა კლუბში გადმოინაცვლეს. სადაც მუსიკის ხარისხი და მუსიკალური გემოვნება, რამდენიმე წუთი ალკოჰოლური კოქტეილის მიღების შემდეგ უკანა პლანზე გადადის. ძალიან მაგარ დროს ვატარებ. თუ დასვენება გინდა, მგონია რომ ზუსტად აქ უნდა ჩამოხვიდე. ღამის კლუბური ცხოვრება, კარგი მუსიკა და რაც მთავარია, ბევრი ბიჭი. ზაფხული და გართობა მე აი ასეთი მესმის. თურქეთში ტურისტული სეზონი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც ხედავთ, აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახდეს და 5 ვარსკვლავით შეფასდეს.